ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებაზე და სამართალდამცველთა რეიდებზე პარლამენტში იმსჯელებენ, რა განმარტებებს აკეთებენ ამ თემაზე დეპუტატები, ამას უკვე ნინო სამყურაშვილი გვეტყვის. ნინო, გისმენთ. უმრავლესობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ის ყველაფერი, რაც ღონისძიებები, რაც ახორციელებს პოლიცია, ეს არ არის რეიდები, ეს არის შემოწმება და ეს ყველაფერი კეთდება საზოგადოების უსაფრთხოებისათვის, თუმცა უმრავლესობის წარმომადგენლები ადასტურებენ იმასაც, რომ შესაძლოა აი ამ დროს ქონდა გადაცდომებს პოლიციის მხრიდან ადგილი და ამიტომ მოუწოდებენ პოლიციას, რომ მაქსიმუმი გააკეთონ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. მაქსიმალურად რომ იყოს წინასწარი პრევენციული ღონისძიებები გატარებული, ალბათ საჭიროა დამატებითი ღონისძიებების ჩართვა. ამ ღონისძიებათა ნუსხაში შეიძლება იყოს მათ შორის შემოწმებები იმ საეჭვო გარემოებების, თუ კი აქვს პოლიციას ან სამართალდამცავი უწყების რომელიმე წარმომადგენელს ინფორმაცია, რომ შეიძლება იყოს რაიმე უკანონო ნივთი, იარაღი ან სხვა საგანი. ასეთ შემთხვევებში ბუნებრივია შემოწმებები ტარდება, თუმცა აუცილებელია და ეს მითითება იქნება აბსოლუტურად ყველა პოლიციელს მიცემული, რომ მოქალაქეთა კანონიერი უფლებები იყოს დაცული.